უნდა იყოს. ცოტა ხნის წინ აკურთხეს ერთი ახალგაზრდა კაცი ბერად და მალევე აკურთხეს მგლათაც. მე იმკაც ვიცნობ თავისი ქადაგებიდან გამომდინარე მე ვერ აღვიქვა მას სასულიერო პირად. ამისი ქადაგებიდან თუ თავისი თქმით მონასტერში ცხოვრებაც არ შეუძლია. რატომ უშავს პატრიარქი ასეთი ხალხის ბერად ან მგლად კურთხევას? და რატომ უშავს პატრიარქი ეს კითხვა შეიძლება უფალს დაუთხა. რატომ დაუშვა უფალმა იუდას მოციქულობა. საფრთხო გაგებას ჩვენ ვერ ჩავწვდებით პატრიარქის სულში რა ხდება არ ვიცით და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ჩემ პოზიციას გეტყვით, თუ ბერს არ შეუძლია მონასტერში ცხოვრება, ის ბერად არ უნდა აღიკვეცოს. ის ძალიან წარა შეცდომას უშვებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა მისთვის არის გამანგრეველი. აი მე მაგალითად ისიც არ ამასვლის ქალაქში რომ კი მე უშობ რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ეს რაღაცა არ ვიცი ქალაქში რომ ცხოვრობს ადამიანი ქალაქში ვერ რჩება და ბერად აღიკვეცება მე ვერ ხვდები ასე წარეთ უთქვი ხოლმე რომ მე ძალიან მომწონს ბერის შესამოსელი ულამაზესია კულკულ ბარტყული და მანტია და აუშ მაგარია ლამაზია მოხდენილი შესამოსელია და ესე იგი რა ქალაქში რო ვარ და მონასტერში წასვლას არ ვაპირებ რა აუცილებელია რომ კულკულ ბარტყული დავიფარო და გაფრთხილმა ვიარო რისთვის ვერ ხვდები მონოზნობა შინაგანი მდგომარეობაა პირველ რიგში და მისი რეალიზება მონასტერში უნდა ხდებოდეს და შინაგანი მდგომარეობა კი ბატონო მქონდეს აქ ხშირად ხდები